ვაშინგტონი ოფიციალური თბილისისგან ქცევის და საგარეო ტრაექტორიის შეცვლას ელოდება. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კონგრესში გამოსვლისას დაადასტურა შეშფოთება საქართველოს ხელისუფლების ჩინეთთან და ირანთან კავშირებზე. თუმცა აღნიშნა, რომ ბოლო კომუნიკაციისას თბილისმა ურთიერთობების გაუმჯობესების სურვილი გამოთქვა. მანამდე კონგრესმენმა ჯო ვილსონმა ქართული ოცნების მთავრობას არალეგიტიმური რეჟიმი უწოდა, რომელიც ხელს უწყობს თეირანის სანქციების გვერდისავლაში. რუბიოს კონგრესში გამოსვლას წინ უსწრებდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტი თბილისში. ამერიკულმა მხარემ შემაჯამებელ განცხადებაში მაშინ აღნიშნა, რომ ვაშინგტონი მზად არის პარტნიორობის აღსადგენად, თუმცა თბილისისგან კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება, რაც გულისხმობს ამერიკული ბიზნესისთვის ხელსაყრელ გარემოს და შიდა პოლიტიკურ სტაბილურობას ოპოზიციის ჩართულობით. მიუხედავად ვაშინგტონის წინაპირობებისა, ქართულმა ოცნებამ ეს ვიზიტი შეაფასა როგორც თეთრ სახლთან სტრატეგიული ურთიერთობების გადატვირთვის რეალური დასაწყისი. პროირანული რეჟიმი და ჩინეთის კომუნისტური პარტია უჭერენ მხარს ქართული ოცნების მთავრობას, რომელიც არალეგიტიმურია და საფრთხეს უქმნის ამერიკის წვდომას. საქართველოში გააყალბეს არჩევნები. ამის გათვალისწინებით ისინი თანამშრომლობენ ისლამური რევოლუციის მცველებთან თეირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების თავიდან ასარიდებლად. როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს მკვეთრად მზარდი რადიკალიზაციის თავიდან ასარიდებლად, რომელსაც საქართველოში ხელს ქართული ოცნება უწყობს? მართალი ხართ, ყველაფერი ის, რაც თქვით, არის შეშფოთების მიზეზი, რაც აქამდე არსებობდა. მას შემდეგ მას გადადგეს ნაბიჯები, რაც მიგვანიშნებს, რომ მათ სურთ ურთიერთობების გაუმჯობესება შეერთებულ შტატებთან. ჩვენ აუხსენით მათ ამას, რა დასჭირდებოდა. ჩვენ რას ვითხოვდით? მივიღეთ პოზიტიური პასუხები. იმედი გვაქვს ვიხილავთ საქართველოს ტრაექტორიის ცვლილებას. ჩვენ გვესმის, რომ ის ყველაფერი, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, იყო პრობლემები, რომელიც აქამდე არსებობდა. მათ გკითხეს, რა არის საჭირო შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. ჩვენ უპასუხეთ და იმედია, რომ ამას საბაზისოდ გამოვიყენებთ ტრაექტორიის შესაძლო ცვლილებისთვის, არა მხოლოდ ჩვენს ურთიერთობებში, არამედ მათ ქცევაშიც.